შუადღე მშვიდობის, მოგესალმებით ყველას. ვიმყოფები ერევანში, ვანაძორში, სასტუმროში. და ვარ ძალიან ბედნიერი, იმიტომ რომ საქართველოდან წამოვედით 6 მონაწილე და ყველას ისე მოუწია, რომ საზიარო ოთახები აქვთ რა, ორი ერთმანეთისთვის უცხო მონაწილეებს უწევთ, მოკლედ ერთად ოთახში ყოფნა და რეცეპშენში რომ მივედი და სახელი რომ უკარნახე, ის ბიჭი მეუბნება you are alone რა, შენ მარტო ხარ ოთახშიო და რო შემოვედი და რო დავინახე ეს საკმაოდ დიდი საძინებელია, ეგრევე მივხვდი რომ აქ არავის არ შემომიწვენენ თქო და ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ არსებობს, იმიტომ რომ ძალიან საყვარლობა ოთახია, აქ მაქვს პატარა კარა და ტელევიზორი, ეს ჩაიდანი თავისი ჭიქებით და ესეთი საოცარი ხედი, პატარა აივანი მაქვს, გაჩვენებთ ახლა. ესეთი ხედია, სასწაულ ბუნებაშია, ესეთი პატარა სკამი მაქვს აქ. პატარა კოხტა და ლამაზი საყვარლობა აივანი, აქეთ მთები. ეს არის წინა მხარე, სასტუმროს შემოსასვლელი არის იქ. და გარეთ რო გადიხარ არის კიდე დიდი აივანი და იქედან არის სასწაული ხედები, მაგასაც დაგათვალიერებიებთ, შუქს რატო არ ვანთებ, არ ვიცი ხო. თავთან მაქვს შესაერთებელი. ეს არის ერთი შუქი, ეს მეორე აქ საძინებელთან. ეს საძინებელი ოთახი, ეს არის პატარა კარა და ესეთი განსაცვლისთვის. მხოლოდ ერთი საკიდი მაქვს ოღონდ. ესეც არის. და ეს არის აბაზანა საპირფარეშო. ნახეთ რა მაგარია. ვაუ, რა მხელა. საკმაოდ დიდი სააბაზანოა საპირფარეშო. ესენიც დაგვახვედრეს, წამოღებული მაქვს მე ჩემი პირათი. ყველაფერი წამოღებული მაქვს. შამპუნი ყოფილა, ტანის დასაბალი გელი და ნახეთ, ყველაფერი არის რა ერთჯერადები, მაგრამ მე ესეთი ჩემი მაქვს წამოღებული და ესეთი სააბაზანოა აქ. ძალიან ბედნიერი ვარ ხალხო. ეს არის ჩემი პირველი ერასმუსის გაცვლითი პროგრამა. აქ გამომაყარა მაინც და მაინც რომ მოვდიოდი, მაშინ გამომაყარა და ძალიან მახინჯურად მეტყობა, მაგრამ არ ავშავს. ეს არის ჩემი პირველი ერასმუს გამოცდილება და ცოტა ზედმეტად ნერვიულობდი. იმიტომ რომ ინგლისურში ვარ ძალიან სუსტი, მაგრამ ზუსტად მაგისთვის არის ესეთი პროექტები, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ესე ვთქვათ, მოხალისეები გაიცნო და უმეგობრდე ინგლისურად წარმართო კომუნიკაცია მათთან და ზუსტად მოკლედ მსგავსი პროექტები იმისთვის არის, რომ გაიუმჯობესო პირველ რიგში ინგლისური ენის ცოდნა, ესე ვთქვათ. და ცოტას ჯერაც ნერვიულობ, მაგრამ არ აუშავს. ჯერჯერობით ვართ მხოლოდ საქართველოს მონაწილეები და აქაური სომეხი მონაწილეები. 6 ვართ საქართველოდან, ოღონდ 2 უცხოელია. როგორც მივხვდი, ჯერ საქართველოში იყვნენ რაღაცა პროექტით, ერასმუსის პროექტით და მერე საქართველოდან წამოვიდნენ აქეთ. და ხვალ ჩამოვლენ უკვე საბერძნეთიდან და პოლონეთიდან მოხალისეები. და სულ ვიქნებით დაახლოებით 25 ადამიანი ალბათ. 5-6 ვართ თითო ქვეყნიდან. პოლონეთის მონაწილეები და საბერძნეთის მონაწილეები რამოდენიმე უკვე მყავს WhatsApp-შიც, Instagram-ზეც მქონდა კომუნიკაცია, მეთქი ჩემი ინგლისური საშინელებაა და წინასწარ გავფრთხილებთ, გამჯაჯავთ თქო. ხო, ძალიან ბედნიერი ვარ. პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ
სწორედ ამ ასაკში აღმოვაჩინე ეს ერასმუსის გაცვლითი პროგრამები, იმიტომ რომ წეგან საუბრობდით მე და ერთ-ერთი ქართველი გოგო და 28 წლისაა და ესაო რა ქვია ძალიან გული მწყდებაო რომ აქამდე ვერ აღმოვაჩინეო ესეთი პროექტებიო, იმიტომ რომ ძირითადად 30 წლამდეაო. მაგრამ ამ 2-3 წელში მოვასწრებო კიდევ იმედი მაქვს ბევრ ქვეყანაში მონაწილეობის მიღებასო. ეხლა წავედი, ამოვალაგო ჩემი ჩანთა კერძებით წიხლით გავტენე. 2 დღე ვკეცავდი ტანსაცმელებს და რა აზრი აქვს დაკეცილ ტანსაცმელებს არ ვიცი, იმიტომ რომ ყველაფერი ჩაიგუჭებოდა, მაგრამ ძალიან გოხდათ და ლამაზად ჩავალაგე, აი ჩანთა არის გამობესკვილი. ნახეთ რა მხელა, ძალიან მტევადი ჩანთაა. ხო და ეხლა უნდა ამოვალაგო, წამოვიდე საქართველოდან ჩურჩხელა, ტყლაპი, ასევე წამოვიდე 3 წლის სუვენირი, რომ უცხოელებს ესე ვთქვათ გავუთამაშო და ვინც გამარჯვებული იქნება იმას გადავცემ სამახსოვროდ საჩუქრად და 3 პატარა დროშა საქართველოს. და რა ვიცი, ნახოთ, დღეს მოკლედ ძალიან სიმყუდროვია, იმიტომ რომ ცოტანი ვართ. აქაური მონაწილეები და ქართველები. ძალიან უცებ ჩამოვედით, აი მართლა არ მეგონა ეს ახლოს თუ იყო სომხეთი საქართველოდან, მინივენით წამოვედით და რავი, ძალიან მალე ჩამოვედით მართლა. თან კარგად სწრაფად დავდიოდით, ცხოველს ტარება ცოდნია, რა ვიცი, მენა სუნთებში გვატარა და ძალიან დაფრინავდა მართლა. ხო და ჯერჯერობით დღეს სიმყუდროვეა. ეხლა შევთანხმდით, რომ ცოტა ხანი დავისვენებთ, ამოვლაგდებით და 6-ზე არის 6-ზე ჩავალთ დაბლა და არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა ხდება, ყავის შესვენება, coffee break-ი და საჭმელს მივირთმევთ და ეგაა და ეგ. მერე უკვე გავალთ სასეირნოდ, დღეს თავისუფლები ვართ და ხვალიდან უკვე სხვადასხვა პროექტებში ჩართვა მოგვიწევს და შესვენებებიც გვექნება შიგადაშიგ რა თქმა უნდა. წავედი ახლა ამოვალაგო და მერე გაჩვენებთ იქეთ ახეთსაც, იმიტომ რომ ძალიან სასწაულია იქ. ძალიან ლამაზი ხედია. შტატივი არ წამომიღია. ეხლა უნდა ამოვლაგდე. ჩემი სუვენირები ნახეთ, ერთი არის ეს ხინკალის ხატია, ყურძენიც, საქართველოს აწერია, ძალიან საყვარლობაა. მეორე არის ესეც ძალიან საყვარლობაა, თბილისი აწერია და სამების ტაძარი და ქართლის დედის ძეგლი და რავი, ესეც ძალიან საყვარლობაა. და მესამე არის ეს. ესეც თბილისი, ჯორჯია. ესენი იყოს დროებით ჩანთაში. გიშდები ამ სუნამოზე. ეს ჩამრჩა ჩანთაში.
აი ესენი მეც წამოვიღე ყოველი შემთხვევისთვის ერთჯერადი ჯაგრისები და შამპუნი და ტანის გელი. ამერ შევიტან აბაზანაში. ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერი ვარ მარტო რო ვარ ოთახში. მე ხომ გიждები სიმარტოვეზე და სიმყუდროვეზე და რო გავიგე რომ ორ-ორი ვიქნებოდით ოთახებში ძალიან გამიხარდა რომ მე მარტო ვარ. აი ეს წამლები სნუპი, ყველაფერი წამოვიღე, ყველანაირად მზად ვარ. საკენი, რა თქმა უნდა. აი თბილი მარტო ეს წამოვიღე ხალხო. დანარჩენი ყველაფერი მოკლე მკლავიანები მაქვს წამოღებული. და ისეთი სიცივეა აქ, ანუ სიცივე რა, სიგრილეა. თან თებში ვართ და საკმაოდ გრილა. არ ვიცი როგორი ამინდები იქნება მომავალ დღეებში, მაგრამ ეს ბოლოს ჩავკუჭე. ადგილი დამრჩა ჩანთაში და მეთქი, რავი, სიცივე რო იყოს, ჩავდოთ მაინც თქვა. მაგრამ რამდენი რაღაცა საჩევალაკო არ ვიცი, იმიტომ რომ ეს კარადა კაპუტულია. თაროები არ აქვს, არაფერი არ აქვს. და აი იქეთ არ ვიცი როგორ იმას ვიზავ. ჯერჯერობით ინტერნეტი არ მაქვს, იმიტომ რომ საზღვარს რო გამოცდით, კაი ხნის მერე გამეთიშა და ეს როუმინგია თუ რაღაცა სამოგზაურო ინტერნეტი არ ჩამირთია. და აქ სასტუმროს ინტერნეტი აქვს და ვთხოვ შემდეგ პაროლს და მექნება მოკლედ ინტერნეტი. აი ესე მაიკები ესე ყოხდაც ლამაზად ჩავალაგე. ერთი, ორი, სამი, ოთხი. ეს შორტიკი წამოვიღე, რომელსაც არ ჩავიცმევ საერთოდ. ხუთი. ექვსი. 7 შარვალი მაქვს წამოღებული, 7.
ეხლა უნდა გაჩვენოთ ღამის ხედები კიროვაკანის სასტუმროდან. დღე ვერ გაჩვენეთ მე მგონი, უი, გაწვიმებულ ამასობაში. წვიმს ხალხო გარეთ. დღე ვერ გაჩვენეთ მე მგონი ეს ხედები. ირგვლივ სულ მთებია მთელ კრუგში. მთებში ვართ. აი ეს დროშა როგორი განათებული ყოფილა. მოკლედ, აი არ ვიცი, სულ მოკლე მკლავიანი ტანსაცმელები მაქვს წამოღებული. ვერ წარმოვიდგენდი თუ იქ არის რაღაცა პატარა აუზი. ტბასავით და აუზზე გაკეთებულია ხიდი და იქ შეგიძლია გაისერნო. მერე ყველაფერს მოვინახულებთ ახლო-მახლო რაც არის. მთელ კრუგში არის ხედები და რაც ყველაზე სასიამოვნოა, მთები არის ძალიან, ანუ მთებშია ჩაფლული მთლიანად ეს ადგილი. ეს შიდა სივრცე, ეს აივანზე ვარ გამოსული და შიდა სივრცეში მოსასვენებელი სივრცე. იქ ვთამაშობდით დღეს კარტს, უნოს. მოკლედ, რავი რა, ძალიან მაგარია, ჯერჯერობით ძალიან კმაყოფილი ვარ, მარტივად გავიხსენი, ზოგადად ძალიან მორცხვი ვარ და მარტივად გავიხსენი, ესე ვთქვათ, ხალხთან და ინგლისურადაც ავლაპარაკდი და უკვე მივხვდი, რომ არც თუ ისე რთული ყოფილა მოკლედ ინგლისურად საუბარი, მაგრამ ჯერჯერობით მაინც მაქვს, ესე ვთქვათ, კომპლექსები. როდესაც იწყებ უცხო ენაზე საუბარს, ყოველთვის გაქვს კომპლექსი, იმიტომ რომ იცი, რომ სწორად გამართულად ვერ იტყვი წინადადებას და გინდა რომ თქვა, მაგრამ თავს იკავებ, რადგან შეცდომების დაშვების, ესე ვთქვათ, გეშინია რა. ხო და ზოგადად კი მეუბნებოდნენ, რომ ერთ-ორ დღეში გაიშვებსო და მიხვდებიო, რომ თურმე ბევრი ინგლისური გწოდნიაო. მაგრამ თურმე მართლაც მწოდნია მოკლედ.